როგორ უნდა მოვეკიდოთ ტკივილს და არ შეგვეშინდეს მისი. ტკივილი მშობიარობისას ქალის მტერი კი არა, მისი მეგობარი და დამხმარია. ეს უცნაურად ჟვერს. მაშინვე ჩნდება კითხვები, ვისთვის არის საჭირო ტკივილი. რატომ არ მოიფიქრა ბრძენმა და რაციონალურმა ბუნებამ ჩვენი ბავშვების დაბადების უფრო მარტივი და მსუბუქი გზა? ტკივილი პირდაპირ აიძულებს ქალს შეჩერდეს, თავი დაანებოს საქმეებს და ყურადღება საკუთარ თავზე გადაიტანოს, იყოს აქ და ახლა, პირდაპირ ამ მომენტში, რაც ჩვეულებრივ ცხოვრებაში ჩვენთან ძალიან იშვიათად ხდება. ეს შეგრძნებები გვაიძულებს ვეძებოთ და შევარჩიოთ ისეთი მოძრაობები ან პოზები, რომლებშიც ტკივილის გადატანა უფრო მარტივი და ბუნებრივი იქნება. თუ სხეულს ხელს არ შევუშლის და თავისუფლებას მიცემთ ვიმოძრაოთ, ვეძებოთ ყველაზე კომფორტული პოზა ტკივილის გადასატანად, თვითონ სხეული გვიჩვენებს, როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ მშობიარობა წარმატებით დასრულდეს. ხშირად ტკივილის დროს ქალებს მოძრაობა უნდათ და ეს კარგია. მოძრაობა ბავშვს ეხმარება დაბადების არხებში დაბლა ჩამოსვლაში. მიმართულების ვარსკვლავი, რომელიც ამ მოძრაობაში გვიცვება, სწორედ ტკივილია. ტკივილზე პასუხად ჩვენი ჰორმონალური სისტემა გამოიმუშავებს ტკივილგამაყუჩებელ ჰორმონებს და ისინი უმაღლესი სიზუსტითაა გათვლილი კონკრეტულად ამ ქალისა და მისი ბავშვისთვის. სწორედ ჰორმონები ეხმარება ბავშვს გადაერთოს დედის მუცელში ცხოვრებიდან გარის სამყაროში ცხოვრებაზე. მუცელში ორგანოები და სისტემები ისე არ მუშაობს, როგორც ჩვენთან. ბავშვს არ სჭირდება თვითონ ისუნთქოს, ჭამოს ან გამოპოს. მისი ყველა გრძნობის ორგანო მუშაობს ჩახშულ რეჟიმში. იმუნური სისტემა არ ურთიერთობს არც ერთ მიკროორგანიზმთან. ყველაფერი შეიცვლება დაბადების მომენტში. ბავშვი სიტყვასიტყვით სხვა სამყაროში ხვდება. და სწორედ მშობიარობა, ჰორმონები და ამ პროცესში განცდილი შეგრძნებები ბავშვისთვის ყველა ორგანოსა და სისტემის გადამფრთოლია საშვილოსნოს გარეთ ცხოვრებაზე. არ შედეშინდეთ ტკივილის, ის დადეხმარებად შეხვდეთ თქვენს პატარას. ეცადეთ მაქსიმალურად მოდუნდეთ და მოусმინოს თქვენს სხეულს.